ცხინვალზე, მძინარე ცხინვალზე თავდასხმა, იმ ცხინვალზე, რომელიც ქართული ქალაქია და რომელშიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და წამოწყება იმ ომისა, რომელიც დასაწყისშივე წასაგებად იყო განწერული, რადგან მან მშვენივრად იცოდა ვინ შემოარდებოდა და როგორ შემოარდებოდა აქ, არის საერთაშორისო დანაშაული და ამაზე უნდა აგოს პასუხი მან ჩვენი მოთხოვნით და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს მოთხოვნით. ეს ამ სტუდიიდან 30 კილომეტრში რუსის ტანკები მოიწვია მიხეილ სააკაშვილმა. მაშინ როცა მშვენივრად იცოდა, რომ მისი გაცემული დანაშაულებრივი ბრძანება სწორედ რუსის ტანკებს შემოიყვანა აქა და არა იმას რა ქვია ნატოს ჯარებს ან საფრანგეთის მშვიდობის ყოფილებს, ხო? კი ბატონო, შეიძლება ის არ აღიარებინა ვენესუელას, ნაურუს და ნიკარაგუას, მაგრამ რუსეთმა რო აღიერა, საკმარისი არ არის ესა? საკმარისი არ არის რუსეთის აღება, რომელიც არის იმპერიას, ზესახელმწიფო, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომლის ხელშია მსოფლიოში მშვიდობის და ომის ბედი ვეტოს უფლების სახით. არ იყო რუსეთის მიერ აღიარება საკმარისი და ვინ აღიარებინა რუსეთს ეს ტერიტორიები? თქვენ, მე, ოპოზიციამ, გარესაპარლამენტომ, არასაპარლამენტომ თუ ჩვენმა სოფელში მარტო დარჩენილმა ბებიებმა. რა თქმა უნდა, აღიარებინა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა, რომ თუ ჩავარდებოდა სამხედრო ოპერაცია ცხინვალში, მოხდებოდა დე-იურე მისი დაფიქსირება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხედველობაშია ცხინვალი და სოხუმი. ამის თაობაზე მას აფრთხილებდნენ, ჩვენ მას ვაფრთხილებდით. ალბათ თქვენ შესანიშნავად გახსოვთ 2008 წელს ჩვენი განწირული კივილი, რომ არ დაძრათ არც ერთი ტანკი, ცხინვალის მიმართულებით და არც ერთი ჯარისკაცი. მზადდება აღიარება, მზადდება კოსოვოს პრეცედენტი საქართველოს ტერიტორიაზე. გახსოვთ ჩემი ბრიფინგები და მოწოდებები, ხო? ხმის შახლიჩამდე რომ მოწოდებდი. ისმინა რამე? შეისმინა რამე? არაფერი. წავიდა ის პირდაპირ დაკარგვაზე. მან არჩია მოეცილებინა ეს ტერიტორიები როგორც მტკივნეული ადგილი, როგორც პრობლემა და სამაგიეროდ საკუთარი პერსონა გამოეჩინა იმპერიასთან მებრძოლის რანგში ამერიკის წინაშე და ეთქვა რომ ამ ხელა იმპერიას ვებრძვიდა, ეხლა პატარა არჩევნების გაყალბება და ოპოზიციის დარბევა არ ნომაპატიოთ. აი ეს მთელი ლოგიკა მაპატიეთ, მთელი ბინძური დანაშაულებრივი ლოგიკა აი ამ ქვეყნის დაშლის ნაბიჯებისა მდგომარეობდა აი ამ ელემენტარულში, თუ ამას ელემენტარული ქვია.